ნაციონალური ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხრთამის აღების გამო აკავებენ. უმცირესობა საპარლამენტო საქმიანობას აჩერებს. პრეზიდენტი რუსთავიორის დირექტორის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვს. პოლიტიკური დევნა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა, როგორც ამას ნაციონალური გუნდი აცხადებს, თუ სისხლის სამართლის დანაშაული. როგორ იქნება მიმდინარე პროცესებზე დასავლეთის რეაქცია? თავად კითხვას ვალერიან გორგილაძე გადაცემის ბოლოს უპასუხებს. მანამდე, ვინდა რა მიზეზით აცხადებს შიმშილობას მატროსოვის ციხეში სოზარ სუბარი და რატომ ვერ შეძლო ყოფილმა ხელისუფლებამ ბანკ ქართულს გაკოტრება? ნოდარ ჯავახიშვილი გადაცემაში მთავარი კითხვა. სასჯელ აღსრულების მინისტრი უპასუხებს მთავარ კითხვას. საღამოშტობისა ბატონო სოზარ. მოგესალმებით. აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმ თემით, რომელიც შესაძლოა ამ ეტაპზე თქვენ პირდაპირ არ გეხებათ, მაგრამ სავარაუდოდ შეგეხებათ. მალე საუბარია ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე. ნიკა გვარამია, ალეკო ხეთაგური, დევი კანდელაკი და კახა დამენი არიან დაკავებულები. ისინი გადაყვანილი არიან დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, მინდა მოვისმინოთ თქვენი კომენტარი, თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. გავრცელდა ასევე სატელეფონო საუბრებით საუბარია იმაზე, რომ მათ აიღეს დიდი რაოდენობით ხრთამი და ჩართულნი იყვნენ გარკვეულ ფინანსურ მაქინაციებში. სამართალი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონს დაარღვევს. ახლა მე წინასწარ დასკვნების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, ყველა ხედავს, სოფლიო ხედავს, რომ დღეს სასამართლო არ კონტროლდება ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებისგან და თუ კონტროლდება ვინმესგან, ეს არ არის დღევანდელი ხელისუფლება. დაწოლის გარკვეული ბერკეტები სავარაუდოდ შერჩენილი აქვს ძველ ხელისუფლებას. ასე რომ სასამართლოში უნდა გამოჩნდეს ვის აქვს დანაშაული ჩადენილი და ვის არ აქვს დანაშაული ჩადენილი. დღეს რაც მტკიცებულებები გამოჩნდა, მე მგონი იყო საკმაოდ სერიოზული და სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, თუნდაც რასაც ბატონი ნიკა გვარამია საჯაროდ აცხადებდა ხოლმე ფილმებს რო ქმნიდა და სადაც პირდაპირ იყო დამახინჯებული ხოლმე მტკიცებულებები, მაგრამ მოდი თავით დავანებოთ უფრო მეტ შეფასებებს. არსებობს სასამართლო, არსებობს ბრალდება, არსებობს დაცვის მხარე. დღეს მათი თანასწორობა ბრალდებისა და დაცვის უკვე არის გარანტირებული, სასამართლოს დამოუკიდებლობა არის გარანტირებული და ყველა შეუძლია ამ სასამართლოში დაიცვას თავისი თავი. მინდა შევეხოთ მატროსოვის ციხის თემას, სადაც ასევე მაღალჩინოსნები იხდიან, ყოფილი მაღალჩინოსნები იხდიან სასჯელს. მათ შორის არის ირაკლი ოქროაშვილი, რომელიც უცხადებს სოლიდარობას იმ პატიმრებს, ვინც შიმშილობს იმის გამო, რომ ისინი ვერ მოხვდნენ პოლიტიკურ პატიმართა სიაში. რა ხდება, გრძელდება თუ არა შიმშილობა? თუ იცით ოქროაშვილის მოსაზრება საერთოდ, როდემდე აპირებს ის გააგრძელოს შიმშილობა? ჯერჯერობით აგრძელებენ შიმშილობას, ახლა მოსაზრება არ ვიცი. რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვადევნებთ თვალყურს, რომ რამე გართულებას არ ქონდეს ადგილი რომელიმე პატიმრის მიმართ და ქონდეთ მათ ნორმალური პირობები. ცხადია, ცუდია, როცა ადამიანები შიმშილობენ, მაგრამ როცა ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ბუნებრივია, რომ ჩვენი მხრიდან ერთადერთი რაც შეიძლება იყოს, ეს არის ყურადღება და ეს არის მაქსიმალურად ისეთი პირობები შექმნა, სადაც მათი პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა იქნება გარანტირებული. არიან ადამიანები, რომლებთანაც მე დიხანია ვიცნობ, ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ პოლიტიკა, ასეთ დროს, როცა ისინი აცხადებენ პროტესტს რაღაც პოლიტიკური პროცესის მიმართ, ჩვენ სხვა არაფერი შეგვიძლია გარდა იმისა, რომ მათ ქმედებას, მათ რაღაცნაირად თვალყური ვადევნოთ, რომ რამე გართულებას არ ქონდეს ადგილი. რამდენი პატიმარი შიმშილობს, ბატონო სოზარ, მასობრივი შიმშილობის გამოცხადებაზე იყო გუშინ საუბარი, 100-ია თუ მხოლოდ პატიმარი. ანუ მასობრივი სახე არა აქვს. არ ვიცი მასობრივად რას ჩავთვლით, თუ ჩავთვლით რომ 5-13 მასობრივია, მაშინ მასობრივია თუ არა და თქვენი აზრი მაინტერესებს იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა იგივე ირაკლი ოქროაშვილი პოლიტპატიმრების სიაში. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მისთვის ოქროაშვილი რჩება პოლიტიკურ დევნილად. იცით რა თქვენ რას ფიქრობთ? მით უმეტეს ყოფილი თანაპარტიელები ხართ. მინისტრი ძალიან არასწორია ჩემგან პოზიციის გამოხატვა, ამიტომ თავს შევიკავებ, იმიტომ რომ მთლიანობაში მაინც ეს არის სფერო, არის ადამიანები, რომლებთანაც მიხდება ურთიერთობა, მე ჩემს უწყებას, შეიძლება პირდაპირ არა, მაგრამ უწყებას ყოველდღიურად და ამიტომაც ესეთი თავ შევიკავდი ერთგვარი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან, მოდი ამას მივანდობ პარლამენტს.
კარგით, ამნისტიის შესახებ მაინტერესებს თქვენი აზრი, ასევე მეორე მოსმენით განიხილავდა დღეს პარლამენტი, ჩავარდა რამდენიმე მუხლი, თუმცა მთლიანობაში მეორე მოსმენით კანონპროექტი მიღებული იქნა, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები მრავლად არ ესწრებოდნენ სხდომას. შენიშვნები ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობასაც. ბატონო სოზარ, თქვენი პოზიცია როგორია? იმ სახით კანონპროექტი, როგორითაც უყარეს დღეს კენჭი მეორე მოსმენით, რამდენად მისაღებია თქვენთვის და ხედავთ თუ არა რისკებს? მოდი, ისევ და ისევ. ამ მუხლებზე კომენტარებისგან თავშევი გავები, იმიტომ რომ რო თქვა სიტყვაზე, რომ გარკვეული ადამიანები, გარკვეული მუხლებით არ უნდა გავიდნენ ციხიდან. რაღაცნაირად ეს ადამიანები არიან პატიმრები იმ უწყებაში, რომელსაც მე ხელმძღვანელობ. ამიტომ მართალია მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ მოდი არ დავძაბოთ ურთიერთობა პატიმრებთან, ამიტომ თავშევი გავები პოლიტიკური შეფასებებისგან, რაც შეეხება მოდი მისაღებია თუ არა მთლიანობაში კანონპროექტი კი არა, ამნისტია იყო აუცილებლად მისაღები და ეს იყო აუცილებელი იმ ბოროტებისგან გასათავისუფლებლად, რომელსაც წარმოადგენდა წინა ხელისუფლება და მისი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა. თუმცა მე ყოველთვის გასმით ვამბობდი და ეხლა თქვენთანაც გავემეორებ, რომ ზოგადად ამნისტია როგორც ასეთი არსებობს ყველგან მსოფლიოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენის ყველაზე სამართლიანი გზა, მაგრამ ეს არის ზოგჯერ აუცილებელი გზა იმ ბოროტებასთან და იმ უსამართლობასთან საბრძოლოდ, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. რატო არ არის ყველაზე სამართლიანი გზა? იმიტომ რომ ერთ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და მოიხადეს თქვა 10 წელი და იგივე დანაშაულზე მჟავდებული პირი, რომელსაც ერთი დღეც არ აქვს მოხდილი, ან საერთოდ ჯერ დაჭერილიც არ არის, ერთდროულად ეხება ამნისტია. ან ადამიანს, რომელიც გამოსწორებულია და რომელიც ერთადერთი იმას ნატრობს, რომ გამოვიდეს და იგივე დანაშაული ჩაიმდინოს. ერთნაირად ეხება ამნისტია. ამდენად ეს ბუნებით არ არის სამართლიანი, მაგრამ ამნისტია არსებობდა, იგივე სააკაშვილს რამდენჯერმე აქვს გამოცხადებული ამნისტია, მანამდე არაერთი ამნისტიები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, სხვა ქვეყნების ისტორიაში, ეს არის მიღებული ფორმა გარკვეული ტიპის სამართლიანობის აღსადგენად და ამავე დროს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ჰუმანიზმის გამოსავლენად. საინტერესო იქნება ალბათ, რადგან დღეს უკვე მეტნაკლებად გამოიკვეთა დაახლოებით რა მუხლებს შეიძლება შეეხოს, საინტერესო იქნება ალბათ რამდენ მსჯავრდებულს შეეხება. მე შემიძლია ეს მიახლოებითი სტატისტიკა უკვე გამოვაცხადო, ეს არის დაახლოებით 2500 ადამიანი, რომელთაც პირდაპირ შეეხება და რომლებიც უპირობოდ გათავისუფლდებიან ციხიდან, მაგრამ ეს 2500 ადამიანი არ არის სრული რიცხვი, იმიტომ რომ აქ არის ადამიანები, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე მუხლი აქვს, ზოგი მცირდება, ზოგს მთლიანად ეხსნება და აი ამ ეს რიცხვი შეიძლება ან კიდევ არის მუხლები, რომლებსაც ეხება ოღონდ იმ დათქმებით, რომ თქვა თუ დაზარალებული თანახმა ან თუ თქვა 260 მოხდან დაკავშირებით ჩადენი დანაშაულთან დაკავშირებით. დიახ და განზრახსადენელ დანაშაულებებთან დაკავშირებითაც, როცა საქმე თაღლითობას ეხება, ამათი დათვლა წინასწარ არის შეუძლებელი, იმიტომ რომ არ ვიცით რამდენი დაზარალებული თქვა ან დაზარალებულის უფლებამონაცვლე იქნება თანახმა, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ციხიდან. ამიტომ უფრო მეტი სიზუსტით ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია, ეს ალბათ იქნება 2 თვის თავზე ცნობილი, მხოლოდ როდესაც საბოლოოდ ეს პროცესი დამთავრდება, თუმცა 2500 ადამიანი, რომელიც უპირობოდ გამოვა, 1500-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც სხვადასხვა ფორმით შეეხება სასჯელის შემცირება, ზოგს გაუნახევრდება, ზოგს მეოთხედით შემცირდება, ზოგს მესამედით შემცირდება, ეს არის უზარმაზარი რიცხვი და ამ ადამიანების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს მე პირდაპირ იქნება შესაძლებლობა, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე შეიტანოს განცხადება, იმიტომ რომ მათ აკლდებათ სასჯელის იმდენი ის ნაწილი, რომ მათ შესაძლებლობა ექნებათ უკვე რომ შევიდნენ სამინისტროში, სასილოსვლების სამინისტროში პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით, ასე რომ ეს 2500 ადამიანის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს საკმაოდ სერიოზულად და მკვეთრად. ამავდროულად სიზნელეზეც უნდა ვილაპარაკო, რაც ეს პროცესი დგება, მესმის პარლამენტის სურვილი, რომ ეს პოლიტიკური პროცესი წავიდეს სწრაფად, მაგრამ ის ორთვიანი ვადა, მე ვფიქრობ, არის საკმაოდ შემჭიდროებული ვადა. განსაკუთრებით 2 კვირა, რომელიც ჩვენ სამინისტროს აქვს მოცემული ინსტრუქციები შევადგინოთ, ადამიანები, რომლებიც წინა ამნისტიების პერიოდში მუშაობდნენ ამ თემაზე, პირდაპირ ამბობდნენ, რომ მაშინ როცა არ იყო ასეთი ფართომასშტაბიანი ამნისტიები, მაშინაც კი 2 კვირის ვადა არ იყო საკმარისი ამ პროცესისთვის. დღე-დაღამე მუშაობდნენ და მიუხედავად ამისა მაინც, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ესეთი რთული პროცესი, ძალიან დიდ შრომას მოიცავს და ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ჩვენ სამინისტროს პროკურატურას და სასამართლოებს შორის. ეხლა
პროკურატურასთან კოორდინაციის პრობლემა ბუნებრივია არ დგას, მაგრამ სასამართლოსთან კოორდინაცია დღევანდელ ვითარებაში მოგეხსენებათ არც თუ ისე ადგილია და თანამშრომლობა საკმაოდ გააძნელებული შეიძლება იყოს ზოგიერთ შემთხვევაში არ ვამბობ რომ ყველა შემთხვევაში, ამიტომ ეს პროცესი შეიძლება ცოტა გართულდეს, თუმცა ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და დღეს კი არ დავიწყოთ უკვე კარგახანია დაწყებული გვაქვს ამ თემაზე მუშაობა, იმიტომ რომ რადგან ვიცოდით წინასწარ დაახლოებით რომ მომხლებს შეეხებოდა და ეს გაცხადებული იყო კარგახნის წინ, დაწყებული გვაქვს ეს მუშაობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ეს ორკვირიანი ვადა არის ძალიან ცოტა, თუმცა მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა პატიმრის საქმე დროზე წავიდეს სასამართლოში და სასამართლოდან თუ არ იქნება დაბრკოლებები, მაშინ ცხადია რომ მაქსიმალურად ვეცდებით რომ ეს ორთვიანი ვადა იყოს დაცული და კანონი არ იქნეს დარღვეული. უბრალოდ ამ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ მოსამართლეებიც გაითვალისწინებენ, რომ ამ კანონის უკან დგას არა პოლიტიკა, რომლისგანაც ისინი შორს უნდა იდგეს, არამედ კონკრეტული ადამიანების ოჯახის წევრები, კონკრეტული ადამიანების ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი, რომ ისინი დაბრუნდნენ ოჯახებში. ასევე მინდა შეიძლება ბევრი ადამიანი ელოდება რომ როგორც კი მიღებული იქნება ისინი გამოვლენ ახალ წელს ოჯახებთან ერთად შეხვდნენ ძალიან ცუდია როდესაც ეს იმედები ცრულდება ხოლმე და ამიტომ ძალიან მინდა ადამიანებს მათი ოჯახის წევრებს არ გქონდეთ ასეთი ფუჭი მოლოდინები იმიტომ რომ ეს უბრალოდ ფიზიკურად არის შეუძლებელი და კანონიც ამის საშუალებას არ იძლევა. არც პოლიტპატიმრებს, რადგან მათთან დაკავშირებით დათქმა იყო, რომ ისინი მათ უნდა დატოვონ საპრობილეები ახალ წლამდე. არა, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით სხვა რეგულაციებია ბუნებრივია, იქ ვიმოქმედებთ კანონის იმ ნორმით, რომელიც იქნება პარლამენტის მიერ მოცემული, მაგრამ მე ვლაპარაკობ ზოგადად, რაც შეეხება ამნისტიას, იმიტომ რომ ეს არის გავიმეორებ ძალიან შრომატევადი პროცესი, მით უმეტეს ადვილია შედარებით საქმე, შედარებით კი არა ადვილია, როცა ადამიანს ერთი და ორი, თუნდაც 5 მუხლი აქვს მის ჩილი მაგ და ეს 5-ვე მუხლი თქვა ითვალისწინებს ესე მაშინვე მოხსნას სასჯელის და გათავისუფლებას უპირობო მოხსნას, მაგრამ როდესაც თქვა აქვს რამდენიმე მუხლი, რომელთანაც ერთს ეხება უპირობო გათავისუფლება, მეორეს ეხება ერთი მესამედის მოხსნა, მესამეს ეხება მეოთხედის მოხსნა, მეოთხეს საერთოდაც შეიძლება სჭირდება დაზარალებულის თანხმობა, ანუ ვთქვათ ასეთ შეიძლება მესმის ანუტრირებას ვაკეთებ, მაგრამ ძალიან ბევრი იქნება ესეთი გადაჭაჭული მუხლები, როცა სხვადასხვა დანაშაული, სხვადასხვა პირობები, სხვადასხვა რაღაცა ზომით სასჯელის შემცირება, ამ ყველაფრის გარკვევა ჩვენთვის, შემდეგ სასამართლოსთვის არ იქნება ადვილი, მით უმეტეს ზოგჯერ ისეთნაირად არის განაჩენები დაწერილი, რომ ძალიან ძნელია გარკვევა იქ რომ წერია რომ სასჯელთა შეკრებითობით 15 მუხლი და კონკრეტულად რომელი მუხლით რამდენი აქვს მის ჩილი, ზოგჯერ ამის დაზუსტება აი პარადოქსია, მაგრამ შეგხვდება განაჩენები, სადაც ეს ბოლომდე გაშლილი არ არის. ანუ ტექნიკური სირთულეებია. ტექნიკური სირთულეებია, რომელსაც ძალიან შრომატევადია სამუშაო, მაგრამ პირობას ვაძლევთ ყველა ადამიანს, ვისაც შეიძლება შეეხოთ მთელ საზოგადოებას, რომ აი მართლა 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ჩვენი სამინისტრო, ყველა დაინტერესებული, ყველა კი არა, ყველა ჩართულ უწყებასთან ერთად, პირველ რიგში იუსტიციის სამინისტროსთან და პროკურატურასთან და ასევე სასამართლოებთან ერთად, რომ მაქსიმალურად ჩქარა და უშეცდომოდ იქნეს გავლილი ეს პროცესი. ბატონო სუზარ, საკმაოდ ფართო მასშტაბიან ამნისტიაზეა საუბარი, პრაქტიკულად ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მათი, ვისაც აქვს სამუდამო პატიმრობა მისჯილი. შესაბამისად, ასეთ დროს ფაქტია, რომ რისკებიც იზრდება, ხომ ასეა. ცნობილია, გავრცელდა დღეს ინფორმაცია იუსტიციის მინისტრის ახალი ინიციატივის შესახებ, რომ მოხდეს რესოციალიზაცია ამნისტიის შედეგად განთავისუფლებული პატიმრების და ამაში უნდა მიიღოთ თქვენც სასჯელ აღსრულების სამინისტრომაც აუცილებლად მონაწილეობა. საინტერესოა კონკრეტულად რა იგულისხმება რესოციალიზაციის პროცესში, თქვენი მონაწილეობა როგორი უნდა იყოს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, მათ შორის მათაც ვთქვათ, ვის ოჯახსაც არ ეხება ამნისტია და ვინც შეიძლება შიშით უყურებს ამ პროცესს, რა ბედიელით იმ პატიმრებს, ვინც დატოვებს საპყრობილეს და რამდენად დაწევს თუ რეალურად ეს პროცესი სწორად წარიმართება იმ რისკებს, რაც შეიძლება ახლდეს ამნისტიას. მოდი ჯერ ძალიან საინტერესო კითხვა, მაგრამ მოდი რისკებზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ხშირად არის რაღაც არასწორი მოლოდინები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რისკი რა არის? რისკი იმისი, რომ ქვეყანაში არ იყოს დანაშაული, არის ის, რომ არც ერთი ადამიანი ეხლა ვინ ციხეში არ გამოუშვა და ყველა პოტენციური დამნაშავე წინასწარ ჩავსვათ ციხეში, ანუ მეც თქვენს და ნებისმიერ, იმიტომ რომ ყველამ შეიძლება ჩაიდინოს ზოგმა განზრახი, ზოგმა შემთხვევითი დანაშაული. ყველანი უნდა ვიჯდეთ ციხეში და ვყარაულობდეთ ერთმანეთს და ნუ შიგნით რო დანაშაული ხდება, ეს ჩავთვალოთ, რომ ეს არ არის დანაშაული, ან ერთმანეთს დავუმატოთ სასჯელი ხა. ამ
თუმცა პოტენციურად რისკები ალბათ იზრდება იმ შემთხვევაში, რომ ადამიანს გამოვლენილი აქვს უნარი ჩაედინოს დანაშაული. თუ ვიტყვით რომ თქვა იგივე საბჭოთა პერიოდში ხო როდესაც მაქსიმალური სასჯელის მაქსიმალური ის იყო მაქსიმალური ვადა იყო 15 წელი და ნუ იმის იქით იყო დახრა რომელიც შეიძლება და წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ ყოფილიყო ხო და მაშინ არ იყო თქვა დანაშაულის ისეთი დონე რატომ არის ეხლა რომ რაღაც განსაკუთრებულს ველოდებით ზოგადად სოფლიოში არის ესეთი ტენდენცია რომ დაახლოებით 16% სოფლის სტატისტიკით იმ ადამიანებისა რომლებიც ტოვებენ ციხეს შემდეგ ბრუნდებიან უკან 16% მაშინ ყველაზე კარგი გამოსავალი ისაა რომ ადამიანი რომელსაც უმთავრდება სასჯელი ზუსტად კარებში დავახვედროთ ტელეფონი და უთხრათ ვუი ტელეფონი გქონია შენ და შევაბრუნოთ უკან როგორც აქამდე აკეთებდა წინა ხელისუფლება და მაშინ აღარ გამოუშვათ საერთოდ ეს ადამიანები იმიტომ რომ ყოველი 100 გაშვებული და ყოველმა 16-მა შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, ხო? და ესას ამას ხო ისედაც უმთავრდება პერიოდულად, არა, სამუდამო პატიმრობა ხო არ აქვს ეხლა 25,000 ადამიანს, დღეს უკვე 20,000-ია, მაგრამ ამიტომაც არასწორია ასეთი მიდგომა, რისკები ალბათ არის, მაგრამ ეს არის საკმაოდ მინიმალური. ეხლა თქვათ სიტყვაზე ნარკოტიკების მომხმარებელი, ვისაც რისკს უქმნის, პირველ რიგში ეს არის საკუთარი თავი და საკუთარი ჯანმრთელობა დანარჩენებთან დაკავშირებით იქნება კაცრი კონტროლი ბუნებრივია პოლიციის მხრიდან. ეხლა რისკები გაიზარდა რატომ? რისკები გაიზარდა ზოგადად იმ წინა ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო, იმიტომ რომ აბსოლუტურად ციხეები, პრობაცია, ყველაფერი იყო ორიენტირებული ადამიანის დასჯაზე და მეტზე არაფერზე. შესაბამისად, ადამიანი, რომელსაც მცირე დანაშაულისთვის მიუსაჯეს 10 წელი, 15 წელი ის არის იმ გარემოში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს აკეთებს, არ არის განათლების, დასაქმების, რაღაცა ტიპის გართობის საშუალება, არის დამნაშავეთა სამყაროში ხშირად შეიძლება მცირე დანაშაულისთვის, ან შემთხვევით დანაშაულისთვის მისჯილი პირი იყოს რეციდივისტებთან. ბუნებრივია, რომ მას რაღაცა ფსიქიკაში ექნება პრობლემები, ამას ემატება ეს მუდმივი წნეხი, მუდმივი ძალადობა, რაც იყო დამახასიათებელი და უფრო მეტად იზრდება საფრთხე, რომ დანაშაული განმეორდეს, სწორედ ამიტომაც მკითხეთ რესოციალიზაციაზე. სწორედ ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რესოციალიზაციაზე აქცენტის გაკეთება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში ქალბატონი თეატრულუკიანისგან მოდის ეს ინიციატივა და ერთობლივად განვახორციელებთ ამ პროექტს. ამავე დროს, ამავე პროექტებზე ძალიან სერიოზულად მუშაობთ. დიდი ხანია უკვე საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთადაც განვახორციელებთ მსგავს პროექტებს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე რომ რისკები მნიშვნელოვნად შემცირდეს. რას გულისხმობს? გულისხმობს იმას, რომ ადამიანებმა, რომლებიც გამოვლენ გარეთ ამნისტიით პირველ რიგში, მათმა ყველამ 100%-მა ვერ ამარა თავიდან 20-30%-მა და შემდეგ შეიძლება უფრო მეტმა ერთგვარად შეძლოს ერთგვარი განათლების მიღება, რაღაცა ადაპტაცია საზოგადოებაში, ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხების მოხსნა და ამაზე მუშაობა, სამუშაო უნარების შეძენა და შემდეგ სამუშაო შოუნაშიც დახმარება, ამაზეც ვფიქრობ, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს საფრთხეებს, რომელიც შეიძლება პოტენციურად არსებობდეს, თუმცა გავიმეორებ, ეს საფრთხები არ არის ისეთი მაღალი, როგორცაც თქვა იგივე ნაციონალური მოძრაობა ლაპარაკობს და ან როგორცაც შეიძლება ვთქვათ, მოლოდინები გააჩინეს მათ საზოგადოებაში. ეხლა მეორე, როცა ვლაპარაკობთ, რომ დანაშაულმა მკვეთრად იკლო ნაციონალური მოძრაობის პერიოდში. კი, მაგრამ ის რაც ხდებოდა ციხეებში, ყოველდღე როცა ათეულობით და ასეულობით დანაშაული ხდებოდა, ადამიანების წამება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, მათთვის საარსებო საშუალებების მოპარვა და კორუფცია, ეს ყველაფერი დანაშაული არ იყო, თუ ამას არ ვქვია დანაშაული. თუ დღეს როცა ვხედავთ ფაქტებს, როგორ ხდებოდა გარიგებები, მაღალი დონის ელიტური კორუფცია და ასე შემდეგ, თუ ეს არ არის დანაშაული, ხო? თუ დანაშაული მარტო იმას ქვია, რომ ქუჩაში მანქანას სარკე არ მოტეხოს არავინ. რა თქმა უნდა, ის დანაშაული არის სოციალურად ძალიან მტკივნეული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს როცა ადამიანებს აწამებენ, როცა ადამიანებს თრგუნავენ, როცა მათ ღირსებას ულახავენ ციხეში თუ ციხის გარეთ, ეს არანაკლები დანაშაულია. როცა ხდებოდა მაპატიეთ ამ ტერმინით და წლების აღება ბიზნესმენებისთვის და ამ ბიზნესმენების ციხეში გაგზავნა, ეს დანაშაულია. ასე რომ დანაშაული ისეთი მასშტაბი, როგორც იყო ნაციონალების საქართველოში, მსგავსი მასშტაბი მე მგონი შეიძლება იყო 20-იანი წლების საბჭოეთში ან ჰიტლერის დროინდელ გერმანიაში, თორე სხვა დროს მე არ მახსენდება ესეთი ტოტალური დანაშაულებრივი სისტემა, სადაც ყოველი ქმედება ხელისუფლების იყო დანაშაული, ასე რომ მარტო ქუჩაში სარკის მოტეხვა ოპელის მარკის მანქანისთვის ეს არ არის დანაშაული. დანაშაული იყო მთელი სისტემა, რომელიც არსებობდა და დღეს
ამ გაგებით თუ შევდგებით, გაცილებით ნაკლები დანაშაული ხდება, გაცილებით ნაკლები და ცოტა ხანში დავინახავთ, რომ დანაშაულის რაოდენობა კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ვიცხოვრობთ ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს არ შეეშინდებათ ტოტალური მოსმენის. და ტოტალური წართმევის ბიზნესების და ტოტალური ყაჩაღობის სახელმწიფოს მხრიდან. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არის სასჯელ აღსრულების სისტემაში, ეს არის ძალიან მაღალი სიკვდილიანობა, თუ არ ვცდები 2.5-ჯერ მეტია საქართველოს სიკვდილიანობა, ვიდრე მაგალითად ამერიკაში ან ევროპის ქვეყნებში. ხვალ უნდა წარადგინოთ თქვენ გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებთ ამ პრობლემის გამოსწორებას, მით უმეტეს რომ გეზრდებათ 2013 წლიდან ბიუჯეტი. ძალიან მოკლედ ამ გეგმის შესახებ, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის თუ როგორ პირობებში მოიხდიან ადამიანები საპრობილეებში სასჯელს. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ამნისტიის, რომ ადამიანებს უხდებოდათ გაუსაძლის პირობებში გატარება წლების. პირველი, უკვე ამ ორ თვეში 3-ჯერ გაიზარდა გარე რეფერალი, ანუ ავადმყოფი პატიმრების გაყვანა ქალაქის საავადმყოფოებში. 3-ჯერ გაიზარდა შიდა რეფერალი, ანუ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში პატიმრების გაყვანა და ეკმათი მკურნალობა. თუ ჩემი მისვლის დროს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 190 ადგილზე 280 პატიმარი იყო, ანუ პატიმრები იყვნენ ყველგან დერეფანში, 4 ოთახიან, რა ქვია, საკანი დავარქვა თუ პალატა აღარ ვიცი, 8 საწოლი იდგა, დღეს იქ არის 40 თავისუფალი საწოლი. 40 თავისუფალი საწოლი ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად შეგვიძლია იქ ადამიანების გადაყვანა და მათი უკან დაბრუნება ციხეებში. ჯამთელების შემდეგ იმ ფონზე, როდესაც 3-ჯერ არის გაზრდილი თან გარეთ ქალაქის საავადმყოფოებში პატიმრების გაყვანა. იანვარში შევიყვანთ უკვე პატიმრებს ახალ ტუბდაწესებულებაში, ტუბდისპანსერში, სადაც არის მართლა საუკეთესო ევროპული დონის აპარატურა და მკურნალობა სოფლიო სტანდარტებს შეესაბამება და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. გაიზარდა 2.5-ჯერ წამლების მიწოდება. მომავალი წლის ბიუჯეტში თუ წელს ერთ პატიმარზე მოდიოდა 28 ლარი ჯანდაცვისთვის, მომავალ წელს ეს იქნება 50 ლარი. ანუ თითქმის 2-ჯერ გაიზარდა, მაგრამ ეს იმ დათვლით თუ 21,000 პატიმარზე დავეთვლით და თუ შევხედავთ იმას, რომ გაცილებით ნაკლები იქნება პატიმრების რაოდენობა, თუ შევხედავთ იმას, რომ იმ პატიმრებიდან ამ 50 ლარში არ შედის ტუბერკულოზი, იმიტომ რომ ცალკე პროგრამით ფინანსდება, მაშინ არ შედის შიდსის დაავადებები, იმიტომ რომ ის ცალკე პროგრამით ფინანსდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ დაფინანსებებს დონორებისგან მოვიპოვებთ C ჰეპატიტზე და იმაზე ფსიქიატრიაზე, თუ მთლიანად არა ნაწილობრივ მაინც, მაშინ 50 ლარი კი არ ხდება, თითქმის 3-ჯერ მოიმატებს და შეიძლება 4-ჯერაც ერთ პატიმარზე და მკურნალობის ხარჯებმა, ასე რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჯანდაცვაზე ერთ პატიმარზე დახარჯულ თანხებს და შესაბამისად ამას დავუმატეთ, რომ ექიმების კონტინგენტი მნიშვნელოვნად იცვლება და ძალიან მაღალი დონის ექიმები შემოდიან შემოგვყავს სისტემაში, მუდმივად იქნება ქალაქის ჯანდაცვასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ის დონე, რომელიც არის ქალაქის ჯანდაცვასი, მინიმუმ მივაღწევთ იმას და 18 თვეში გვაქვს გეგმა, რომ ამას მივაღწევთ კიდევაც, მაგრამ მანამდე ქალაქის ჯანდაცვის დახმარებით მივაწვდით იმავე სერვისებს ავადმყოფებს, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ რა დონის დახმარებაზე გვაქვს ლაპარაკი. აქვე დავამატებ, რომ დღეს უკვე მე-14 პატიმარი გათავისუფლდა სასამართლოს გზით საჩელის გადავადებით და ამას დავამატოთ დაახლოებით 150 პატიმარი, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით გათავისუფლდა უმძიმესი პატიმრები, უმძიმესი დაავადების მქონე პატიმრები. გუშინ ძალაში შევიდა საშუალოთა აღსრულებისა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანება, რომელთაც შეიქმნება ეგრეთ წოდებული აქტირების კომისია, რომელიც უმძიმეს ავადმყოფებს უხსნის საერთოდ სასჯელს. ამ ყველაფერთან რის გათვალისწინებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ძალიან მალე ჯანდაცვაში გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა და ის სამარცხვინო მდგომარეობა, როდესაც პრაქტიკულად ყოველ მესამე დღეს პატიმარი კვდებოდა ციხეში, ყოველ მესამე კი არ, ყოველ 2.5 დღეში აღარ იქნება და აღარასდროს აღარ დაბრუნდება ეს დრო. ძალიან დიდი მადლობა, რამდენად ეფექტური იქნება თქვენი გეგმა, ალბათ ომბუდსმენის ყველაზე ახლო ანგარიშიდან შევიტყობ. ცოზარ სუბარი იყო მთავარი კითხვის სტუმარი, რამდენიმე წუთში ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად დავბრუნდებით. კიდევ ერთხელ მინდა ვისაუბროთ იმ სქემის შესახებ, რომელიც როგორც უკვე
სამართალდამცავების დონეზე ცხადდება, თუმცა თქვენ საუბრობდით მთელი წლის მანძილზე ამაზე, იყო შემუშავებული ქართულს განსაკუთრებულად. დასახელდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, დასახელდა ასევე შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე, რომელსაც როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ჰქონდა დავალება მაშინდელი იუსტიციის მინისტრისგან მიღებული. კიდევ ერთხელ მაღალჩინოსნების ზუსტი კავშირი ამ სქემასთან და რა იყო დაგეგმილი? აბსოლუტურად სწორედ შეაფასეთ. ჩვენ ამაზე ხშირად საუბრობდით და დეტალური ინფორმაციას ვაწვდით თითქმის ყოველკვირეულად იმის პარალელურად რაც ხდებოდა, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უკვე საგამოძიებო ორგანოები საუბრობენ ამას, ანუ ჩვენი მიწოდებული ინფორმაციების შეფასებებით უგნებოდ პროგნოზები, რომელიც მომავალში სრულდებოდა, სწორი გამოდგა და გვაძლევს ეს ყველაფერი დიდ რწმენას, რომ ჩვენ აღვიდგენთ დაკარგულ პოზიციებს, მათ შორის ფინანსურ ზარალსაც მიყენებულს ამ სქემიდან. სქემა შევახსენებ საზოგადოებას დაიწყო საკანონმდებლო ინიციატივით. გასული წლის 28 ოქტომბერს მიიღეს დრაკონული, აბსოლუტურად მიუღებელი ცივილიზებული სამყაროსათვის კანონი. და მაშინვე გავაკეთეთ განცხადება, რომ ეს კანონი ქვეყნის საბანკო სისტემას ბოლომდე დაანგრევს, თუ არ მოხდება ის, რასაც ველოდებოდით, რომ ამ კანონს მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ და აი ამით იყო ინდულგირებული, თქვათ, სიჩუმე დანარჩენი ბანკებისა, რომელსაც არც ბანკებს, არც ეროვნულ ბანკს, არც ასოციაციას, არც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მაშინ არანაირი განცხადება მასთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ, თუმცა იყო ოფიციალური დოკუმენტი, თქვათ, ამერიკის სავაჭრო პალატის იურიდიული და საგადასახადო კომიტეტიდან, რომელიც პირდაპირ მიუთითა საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური წერილით, რომ ცივილიზებული მსოფლიო ესე არ მუშაობს და თუ არ გინდათ ქვეყნის ეკონომიკა და უთხრებას ვაკეთებთ, მაგრამ დაანგრიოთ და უბრუნდით იმას, რაც გქონდათ, მაგრამ რასაკვირველია ეს არავით არ შეისმინა. მაგრამ აი ამის ბაზაზე დაიწყო ჩვენთვის გირავების წართმევა, მაგრამ რაც მთავარია, ეს იყო მომზადებული და შეთანხმებული იმ კომპანიებთან, ყოველთვის ძირითად მათ ნაწილთან სქემა, თქვენ მოგიწევთ პატარა თანხის გადახდა სამაგიეროდ მინიმუმ 75-80% ვალდებულებებიდან განათავისუფლოთ მთლიანად. ანუ უთხრეს, რომ თქვენ ნუ გადაიხდით ბანკის კრედიტებს, ჩვენ ამ ქონებას გირავოს წაგართმევთ თქვენ და თქვენთან ერთად ავტომატურ რეჟიმში ქართულ ბანკს, მაგრამ შემდგომ სხვადასხვა სქემით სად რომელი მოაწყობდა დაგიბრუნებთ ისევ, ზოგ შემთხვევაში ერთლარად, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტად, მაგრამ მაინც მიზერულად თავის ღირებულებას და შედარებას. დიდი ბოდიში უბრალოდ ამ გარიგების თემასთან დაკავშირებით ჩაგეკითხებით, ლაურა გაჭაომ ერთ-ერთმა თქვენმა კრედიტორმა განაცხადა, რომ მას არ ქონდა პირდაპირ გარიგება ხელისუფლებასთან და რომ ისიც დაზარალებულია არა მხოლოდ ბანკი, არამედ ისიც და სხვა კრედიტორებიც არიან დაზარალებული. პირდაპირ გარიგება არსებობდა თქვენი ინფორმაციით? ახლა ეს ცნობილია საზოგადოებისთვის და უხსოვარი დროიდან მე მგონი პირველ ადამიანსაც ენა უძulis გარეშე ქონდა. და ამ შემთხვევაში ეს ზუსტად მიესადაგება, იმიტომ რომ ქალბატონმა ლაურა გაჭავამ შეცდომით, როგორც ახლა ამბობს, აღიარა 107 მილიონის დავალიანება. და როგორ შეეშალა 0 და 107 მილიონი. თან იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელზეც რამდენიმე 10,000 ქონდა, თუ არ ვცდები, მაშინ ბრუნვა და მთლიანად იმ სფეროში, რომელშიც პირიმზე ფუნქციონირებდა, საყოფაცლო მომსახურების სფეროში წლიური ბრუნვა იყო 6,5 მილიონი. 100 მილიონი როგორ შეეშალან. და ეხლა რომ ამბობს ქალბატონი გაჭავა, რომ მე დავაზუსტეო, კი არ უნდა თქვას დააზუსტა. უნდა თქვას, რომ აი ჩემი დანაშაულებრივი აღიარება, ეხლა ვაღიარებ, რომ მაშინ დავაშავე და ეხლა გავასწორე, რომ არ მქონია არანაირი დავალიანებაო. აბა საიდან მოუვიდა ქალბატონ ლაურა გაჭავას ის 107 მილიონი, რომელიც ზუსტად ორჯერ მეტი იყო მის ქონების ღირებულებაზე, რათა პირველივე აუქციონზე ზუსტად ნახევარი გაეტანათ და მთლიანად წაერთვა ჩვენთვის ქონება. წარმოგიდგენიათ? კიდევ ერთხელ გეუბნებით, მთელ საყოფაცლო მომსახურებაში მაშინ იყო 6,5 მილიონი ბრუნვა და ამ 107 მილიონი დამალული შემოსავალი. და თუ გარიგება არ იყო, ეხლაც აი დღევანდელ გაზეთს წავიკითხე, სულ პატარა თანხაზე ბიუჯეტსაც მიყენებულ ზიანზე. ადამიანები დღესაც სერიოზულ სასჯელს იხდიან. და 107 მილიონი და მე ვფიქრობ, რომ მანამდე არც დაუბარებიათ საერთოდ არსად. ისე რომ ახლა დღეს ძალიან ბევრი კუთხიდან გვესმის დემაგოგიის ელემენტები და გასაკვირველია ეს გაგრძელდება კიდეც. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ფაქტია. აი შეიძლება შეგეშალოს და 5,997-ის მაგივრად დაწერო 5,999.
მაგრამ 0 აგერიო 7 მილიონში ძალიან ძნელი წარმოსადგენია თუ ვინმე დამაჯერებს მაგას სიამოვნები დაუჯერებს. და დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებით იაგო ჩოჩელის გუბერნატორ ჩოჩელის ძმის შეპოსტ ინტერპლასია საუბარი გიორგი ისაკაძის საწარმოებზე ლოგოსზე და ამხანაგობა თეთრ სახზე. თითქმის ყველა შემთხვევაში კომპანიებმა აღიარეს სხვადასხვა დონის ზეწოლის პირობებში და ზოგ შემთხვევაში შეიძლება სიხარულითაც კი აღიარებდნენ არ ვიცი აღიარეს არარსებული დავალიანება რითაც მისცეს შესაძლებლობა იმ კანონს ემოქმედა ჩვენ საწინააღმდეგოდ და თითქმის ყველა შემთხვევაში რამდენიმე გამონაკლისის გარდა დაუბრუნდათ ეს ქონებები უკან და მაბატიეთ ამას ჭირდება ჟორჟ სანდობა თუ არ ვიცი მე შერლოკ ჰოლმსობა რატომ მოხდა რომ მე 1 ლარად ზოგ შემთხვევაში 10 ლარად თუ 100 ლარად არ აქვს მნიშვნელობა ისევ უკან დაუბრუნდათ თუ არსებობდა ეს დავალიანება მაშინ ეს ქონებები უნდა გაეყიდა სახელმწიფოს ხო და ზოგ შემთხვევაში ჩვენ მყიდულობთ ანუ ნაღდფულს ვიხდიდით არ მოგვაწყიდეს იმიტომ რომ უნდა დაებრუნებინათ ქალბატონი ლაურა გაჭავასთვის პაპავაძის თუ ვინმეს მეშვეობით არ აქვს მნიშვნელობა ადეიშვილის როლზე, კონკრეტულ როლზე ამ საქმეში რა სიტყვით? ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩემი ინფორმაციით ეს ყველაფერი იგეგმებოდა ადეიშვილის კაბინეტში, თუმცა მე ახლა გვარებს ზედმეც აღარ დავასახელებ, იმიტომ რომ დასახელდა ჯაბა ებანოიძე კიდევ. არა, მე მგონია რომ ჯაბა ებანოიძემდე ადეიშვილიდან არ მიდიოდა ეს დავალება, კიდე იყო. ანუ სხვა რგოლებიც იყო ჩართული რგოლები და რაც თავარი ახლა რასაკვირველია გამოძიება მანამდე ბოლომდე არ გამოიძიებს ამაზე არ იტყვის არაფერს, მაგრამ მე თქვენს ეთერშიც ვიყავი თუ არ ვწდები. როცა ვთქვი რომ საწყისად და ბოლო წერტილიც დასვა ქვეყნის პრეზიდენტმა ოფიციალური მისი მონაწილეობით ამ პროცესში. ფაქტია ბატონო და რომ გეგმა არ იმუშავა, არ გაკოტრებულა ქართულ. არა, როგორ არ იმუშავა, ჩვენ წაგვართვეს. არ იმუშავა, მაგრამ არ გაკოტრებულა. თუ კი საბოლოო მიზანი გაკოტრება იყო, როგორ ცხადდება, ანუ როგორ მოხერხდა ეს? პირველ ეტაპზე ჩვენ დაგვეხმარა დამფუძნებელი, მანამდე ის ჩვენი დამფუძნებელი იყო და შემდგომ ჩვენი ბანკის სპეციფიკური საქმიანობა გვაძლევდა მაგის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ბალანსის რეგულირება გაგვეკეთებინა ისე, რომ არ გამოსულიყავით არალიკვიდურები. თუმცა ეს რო არ ეყოთ, შევახსენებ საზოგადოებას, სხვა ზომები მიიღეს და გახსოვთ იმ გახმაურებული 50 მილიონ დოლარის. უბრალოდ არ შევასრულეთ და მოგვისწრო მერე. და ის ბანკი რო გადარჩა, ბევრმა რაღაცამ იმუშავა. პროფესიონალიზმა, პატრიოტიზმა კოლექტივისა, თავდაპირველ სტადიაზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეალური მხარდაჭერისა და თუ გნებავთ, ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ კრეხელურს, თუ გნებავთ კახეთში მოხდარმა სეტყვა. რომ მე მაშინაც გავაკეთე ეს განცხადება, მე მქონდა ბატონ ბიზნესთან მაშინ საუბარი და მითხრა რომ არა, ვარ თქვენ დამბუზდები და არ ვაპირებ თქვენ დახმარებას. მაგრამ კახელების დასახმარებლად, იმიტომ რომ სხვაგან ვერ შეიტანდა ფულს, იძულებით გადაიხადა ეს დავალიანება და ბანკში აღდგა ნორმალური ხელმძღვანელობა და მივიტანეთ სული ბოლომდე. თუმცა ძალიან გაგვიჭირდა. კონკრეტული ზარალი ციფრებში, რაც მიიღო ქართულ დაახლოებით 135 მილიონია ეს, რაც პირდაპირ ზარალია ჩვენი, თუმცა ეს თანხა ცოტათი, მაგრამ იზრდება ყოველდღიურად, იმიტომ რომ იმას პროცენტი ერიცხება, რაც ჩვენ იმას ვარიცხავთ პროცენტს, იმიტომ რომ თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი და ეხლა ეს რწმენა რასაკვირველია გამიძლიერდა სამართალდამცავების ამ განცხადების მერე, რომ ჩვენ ამ ფულს დავიბრუნებთ ყველაფერს და ზუსტად ისე, როგორც უნდა მიგვეღო ესეთი ქმედებების პირობებში. ანუ როგორ უნდა მოხდეს დაბრუნება? გაჭავა აცხადებს მაგალითად რომ ის მზად არის დავალიანება დაფაროს. მაბატიეთ, განცხადება რო ყოფნიდეს ადამიანებს, ძალიან ბევრ რამეს აცხადებდა ჩვენი ხელისუფლება. მაგრამ ზოგმა ოჯახი ვერ აცხოვრა სიტყვით მიცემულ ბინაში, ზოგმა არ მიღებული პენსია თუ ხელფასი ვერ მიიტანა ოჯახში და თუ აცხადებს რომ დაბრუნება უნდა, ვინ უშლის ხელს? რა სალაროში ფული შეტანა უგზალა ვინმე თუ საკორესპონდენტო ანგარიზე ჩამორიცხა და ჩვენ უარი უთხარით. აქ საუბარია იმაზე, მე წავიკითხე, რომ პროცენტები მოგვიხსნას, ჯარიმები მოგვიხსნას ჯავახიშვილმა, ანუ დავაჯილდოვოთ იმ ქმედებებისთვის, რაც გააკეთა და აღვიდგინოსო ის სტატუს კო რაც იყო, რომელიც თვითონ დაარღვიეს, ხო? ჩვენ საწინააღმდეგო და ჩვენ დასაქმებად და მათ შორის ქალბატონი ლაურაც აცხადებს, ამას და არა მარტო ის, ზოგიერთი სხვა ოფიციალურადაც ხვწერს. რომ აი ცნობილი მოვლენების გამო მოხდა დროებით შევაჩერეთ ბანკთან ანგარიშწორება. მაბატიეთ რა, ჩვენ ამისანა უტვინო ხალხი ვარ და აზროვნება დაქვეითებულები, რომ ვინმე დაიჯერებს, რომ თქვათ იმ პოლიტიკურ ძალას რო გაემარჯვა, ესენ რიგში ჩადგებოდნენ ფულის მოზატანად.
ანუ ეს დაკარგული ქონდა ჩვენ ბანკი დაქცეული იქნებოდა ამ შემთხვევაში და მათ შერჩებოდათ ეს ფული. ეხლა რაღაცა შეიცვალა სიტუაცია. ეხლა ისევ პოზიციას კი აფიქსირებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ გონები თუ ვინმეს გადახდა უნდა მოვიდეს და გადაიხადოს. აღმიდგინეთ მაშინდელი პირობებიო და იქნებ საპროცენტო განაკვეთიდან საერთოდ გავანთავისუფლოთ და ვაჩუქოთ ეს ესხები, რატო განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქართველი ერისა და ქართულ ბანკის წინაშე? მხოლოდ იმიტომ რომ ვერ მოგვერივნენ და ვერ წაგვაქციეს ბოლომდე, ეხლა შეღავათები უნდა გაუწიოთ კიდე და იქნებ წავახალისოთ? რაც ეკუთვნით მაქსიმალური ვადაგადაცილების პროცენტის დარიცხვით, ის უნდა გადაიხადონ და ვილაპარაკოთ მე. ძალიან დიდი მადლობა. თავარ კითხვას ნოდარ ჯავახიშვილი პასუხობდა რეკლამის შემდეგ ვაკა გორგილაძე იქნება ჩვენი სტუმარი. ვაკა გორგილაძე უპასუხობს თავარ კითხვას საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. რამდენიმე საათის წინ მომხდარი ფაქტით მინდა დავიწყოთ საუბარი, როდესაც დაკავებული იყვნენ ძველი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი, ეს უკვე იქცა სერიოზული პიარის თემად ოპოზიციისთვის. კეთდება განცხადებები პოლიტიკურ დევნაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, ზეწოლაზე, მათ შორის რუსთავის დამფუძნებლები და თანამშრომლები აკეთებენ განცხადებას. ქვეყნის პრეზიდენტი ითხოვს ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. თქვენი აზრით, რადგანაც ეს პირდაპირ გეხებათ, როგორი იქნება შეფასებები დასავლეთის მხრიდან? გასაგებია თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ მთელი ეს PR მანქანა მიმართული არის და აუდიტორიას ეძებს დასავლეთში და ეს გრძელდება არა მხოლოდ დღეს, ან გუშინ ეს პროცესი დაიწყო ორი თვის წინ. მე ვფიქრობ, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და არა მხოლოდ დღევანდელი, ბუნებრივია ჩვენი აუდიტორია, ანუ გულისხმობს საქართველოს მოსახლეობა, ჩვენივრად ერკვევა პროცესებში ძალიან კარგად და მართლაც სასაცილოებსაც საუბრობთ თავისუფალ მედიაზე, ზეწოლაზე, ხო, ვიცით, ვინაიდან ნიკა გვარამია არ აინტერესებს პროკურატურას, დარწმუნებული ვარ, არც პროკურორის ამპლუაში, არ აინტერესებს არც როგორც რა ვიცი, დოკუმენტალისტი, რომელიც ქმნიდა გარკვეულ ესე იგი ფილმებს ხო პროკურატურაში. ნიკა გვარამია ეჭვმიტანილია გარკვეულ კორუფციულ სქემაში, ხო? ის რომ სააკაშვილი პრეზიდენტი ოპერირებს და ქმნის ასე ვთქვათ ილუზიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და ხდება ილუზია მედიაზე, ხო, ეს ბუნებრივია, ეს ლოგიკურია, ვიდრე კიდევ ერთხელ ვამბობ, მთელი ეს PR-ი, მთელი ეს პროპაგანდა არის მიმართული დასავლეთისკენ და ჩვენი ამოცანა მათ შორის მთავრობის არის სწორი ინფორმირება საზოგადოების დასავლეთში. და როგორ უნდა მოხდეს ეს, რადგან ოპერატიულობის თვალსაზრისით სურათი ისე ჩანს, რომ აშკარად ოპოზიციის გუნდი არის ძალიან ოპერატიული ამ თვალსაზრისით. დასავლეთისთვის ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისთან არის ერთი მომენტი კიდევ ბატონო ვაკა ძალიან მნიშვნელოვანი. ნაციონალური ხელისუფლების მართვის პერიოდში დასავლეთს ჰქონდა ის სურათი, რომელიც მას ჰქონდა ქვეყანას შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. რამდენად გასაგებია მათთვის ის, რომ ხელისუფლება, რომელიც მათ თვალში ყოველ შემთხვევაში ითვლებოდა დემოკრატიულ ხელისუფლებად, დასავლური ფასეულობების მატარებელ ხელისუფლებად, დღეს უცებ აღმოჩნდა, რომ სისხლისამართლებრივ დანაშაულში იღებდა თუნდაც ფინანსური სქემების თვალსაზრისით თუ პატიმართა წამების თვალსაზრისით მონაწილეობას. როგორ უნდა გახდეს ეს დასავლეთისთვის გასაგები და მისაღები? გასაგები, აქ არის კომპლექსი, ხო, მთელი საკითხების და პრობლემების. რადგან დიდი ბოდიში გრძელი შეკითხვა გამომივიდა, კიდევ ერთს დავამატებ, უბრალოდ თქვენ ვერ მეტყვით იმას, რომ არ გაინტერესებთ დასავლეთის პოზიცია, ეს არის მნიშვნელოვანი. თუნდაც თქვენი სამსახურის შექმნა მოწმობს. რა თქმა უნდა, საკითხიც იმაშია, რომ აქ არის რამდენიმე ასპექტი, ხო, პრობლემის. პირველი არის ის, რომ ნაცმოძრაობა 15 წლის განმავლობაში არის ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობას გააჩნია კონტაქტები, გააჩნია ის რესურსიც, ხო, დასავლეთში, რომელიც მას გააჩნია. მეორე არის ის, რომ დასავლეთის მიზანმიმართულად ქმნიდა, გარკვეული წრეები არა მთლიანად, მაგრამ ქმნიდა საქართველოსგან სამიმუშო ქვეყანას, სადაც რომელიც წარმოადგენდა შუქურას დემოკრატიის რეგიონში. ბუნებრივია ადამიანისთვისაც და ასევე პოლიტიკური კლასისთვის, ხო, გარკვეული პოლიტიკური კლასისთვის დასავლეთში ძალიან რთულია განშორება ამ ილუზიისაგან.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ალბათ გარკვეულ წრეებს, გარკვეული კომპლექსები ამასთან დაკავშირებით. და მესამე ფაქტორი, რომელიც ასევე არის ობიექტური, არის ის, რომ მოხდა ცვლა ელიტების, ხო, არის ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც არის პრინციპში ობიექტურად არის გამოუცდელი. რომელსაც არ გააჩნია ეს კონტაქტები. მეოთხე ფაქტორიც არის ჩვენი ოპოზიცია პრინციპში არასათანადოდ აქტიურად და ინტენსიურად მუშაობდა დასავლეთთან ოპოზიციაში ყოფნის დროს. აი ეს ფაქტების ერთობლიობა ქმნის გარკვეულ პრობლემას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს პრობლემა არის ეს პრობლემა გადაილახება ალბათ სულ ერთ თვეში. და რა გაცნობთ ხამ განცხადების საფუძველზე, ანუ რა კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებთ? თავი ამოცანა არის დასავლური წრეების, გარკვეული წრეების, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ზუსტი ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება საქართველოში. მაგალითად, დღეს სტამბულის კონფერენციაზე გამოქვეყნა Amnesty International-ის თუ არ ვცდები, პროსტოდ Transparency International-ის და ღია საზოგადოების კვლევა, ვინ ფლობდა საქართველოს, ესე ქვია ამ კვლევას, რომელიც არის საკმაოდ მოცულობითი 160 გვერდს მოიცავს. იქ არის პირდაპირ დასახელებული გვარები. თუ ვინ ფლობდა წილებს და მონოპოლიებს სხვადასხვა სფეროებში, მაგალითად ინფრასტრუქტურაში, მაგალითად სარეკლამო ბიზნესში, მაგალითად კომუნიკაციებში და ტელევიზიაში. ამდენად ამგვარი დასკვნები, რომელიც დაიდება სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც ოპერირებს საქართველოში, ცნობილი გახდება დასავლეთისთვის. თუმცა ეხლა ამ კვლევასთან დაკავშირებითაც მე ჩემ პრეტენზიას გეტყვით, თუ ასეთი კვლევა გამოქვეყნდა, მე ჟურნალისტმა ეს არ ვიცი, ვისი ბრალია, რომ არ მოხდა ამ კვლევის დაპირება თუნდაც. მოხდება კვლევის გაფიარება, ჩვენ არ ვარ, ჩვენ პრინციპულად აქ ერთი პრობლემაც არის. PR-ი რაღაც არა კორექტულ ტერმინად იქცა თითქმის, ხომ? ან არა და ჩვენ თუმცა მსოფლიოში ასე არის. რა თქმა უნდა, მე სხვა რამეზე ვამბობ, სხვა რამეზე, ესე იგი PR-ს იყენებდა ხელისუფლება და ძლავ არსებით ეს იყო პროპაგანდა, ხო, როცა შემფლობ ექსკლუზიურ რაღაც არხებს და აი ამით იცვლიო თავის ინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ ჩვენი ამოცანა სწორი ინფორმირება და რა თქმა უნდა ჩვენ მოახერხებთ ამ ინფორმირებას ჩვენ დასავლური მეგობრებს, ანუ წარმოვიდგენთ ისე თითქოს ექსკლუზიური გავლენა გააჩნია ნაცნობ მოძრაობას იმ აუდიტორიაზე, რომელიც არის დასავლეთში. და აი კონკრეტული ტესტი არის დღევანდელი ფაქტი, როდესაც მართლაც ისეთი ადამიანები დააკავეს, რომ ეს საქმე უკვე ძალიან გახმაურებულია და გახმაურდება კიდევ უფრო მეტად. აი ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მითხარით, როგორ აპირებთ, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოთ? თუნდაც დასავლურ საინფორმაციო საშუალებებს იმყოფებოდა, მე ვიცი, ეს იყო თქვენი ინიციატივა, 21 კაციანი ჯგუფი ჟურნალისტების, რომლებიც შეხვდნენ მთავრობას, შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ეს ჯგუფი უკვე წასულია, ფაქტი მოხდა დღეს. ისიც მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, ვინაიდან ამ მოკვლევის პროცესს, პროკურატურის მუშაობას აკვირდება უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის უამრავი ორგანიზაციის შტაბ-ბინა არის განთავსებული საქართველოში. არის მონიტორინგის ქვეშ საერთაშორისო სხვადასხვა ორგანიზაციები აღიარებენ ტრანსპარენტულობის თვალსაზრისით პროკურატურის საქმიანობა ბევრ უფრო გამჭვირვალე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და ამდენად არ გაუჭირდება არც ერთ ორგანიზაციას და ამ შედეგებს ნახავთ ჩვენ ყველანი ერთად. სულ რაღაც 2-3 კვირის შემდეგ. ანუ 2-3 კვირაა ვადა იმისთვის. ნუ ნებისმიერი, აი მაგალითად პროცესი რომელიც გრძელდება, მაგალითად ბაჩანახალა ეს პროცესი, ის უნდა დასრულდეს, გააჩნია გარკვეული ეტაპები, ხო? როდესაც გაიმართება სასამართლო, ხო? აი ვიმსჯელოთ შემდეგ უკვე, თუ რამდენად სწორად, რამდენად ობიექტური იყო ეს სამართლებრივი დევნა და ყველა კითხვას დაესმევა პასუხი. დასავლეთისთვის თუ დაესმევა, თორე საქართველოში გასაგებია საზოგადოების მოთხოვნა, ასევე მათი უმეტესი ნაწილის პოზიცია. ბუნებრივია, რომ მონიტორინგებს ახორციელებს სწორედ რომ საერთაშორისო ორგანიზაცია, ან არასამთავრობო ორგანიზაციები, ხო, რომელსაც გააჩნია მაღალი რეპუტაციული მაღალი ხარისხის ნდობა, რეპუტაციული კაპიტალი, შესაბამისი მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ან კრაიზის გრუპი, ან კონსტიტუციის 52, ან Transparency International, ან სხვადასხვა ჯგუფები. რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციის მიერ ნადებული ანგარიში მე მგონი არც ერთ აუდიტორიაში არ იწვევს ეჭვებს.
მინდა შეკითხვები დაგისვათ მედიის შესახებაც. პირველ რიგში გუშინ გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტი გამოყოფს საკუთარი სარეზერვო ფონდიდან $1 მილიონ მედიისთვის, რომელიც უნდა გადანაწილდეს შემდეგ კონკურსის წესით. აქაც მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენ დადებითად იქნება და ეს ალბათ იქნება დასავლეთში დადებითად ახმული ხომ ასეა. ჩაეწერება თუ არა ეს ყოფილ ხელისუფლებას პლუსში? მოდით ვთქვათ, რომ ჩვენ გასაგებია რომ ეს არის გლობალური სამყარო, რომ ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებულები სხვადასხვა ქვეყნებზე, სხვადასხვა პოლიტიკურ კავშირებზე, მაგრამ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა. საქართველოში ყველა კარგად ხვდება იმას, თუ რა მიზნებით არის განპირობებული ეს გუშინდელი ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის. ეს არის მცირე ან დიდი მედია, ესე იგი ჰაბების, ჰოლდინგების შექმნა, რომელთაც გაუწევენ გარკვეულ პრომოუშენს ხო ამ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის ჩამოშლის პირას. როდესაც საუბრობთ PR-ზე, ეფექტურ ან ეფექტიან PR კომუნიკაციაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი PR აქტივობის პირდაპირი შედეგი უნდა აისახოს ან არჩევნებზე, ან მაგალითად ეს კვლევებში, რომელსაც აქვეყნებს სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის მინდა ვახსენო ეს NDI-ის და IRI-ის კვლევა, რაც ხედავთ ამ კვლევების და სხვადასხვა კვლევების შედეგად, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი დღეს პრაქტიკულად არ აღემატება 10%-ს, უცდომილების ფარგლებში 7-10%, ხო? ანუ შეიძლება საუბარი წარმატებულ ეფექტიან PR კამპანიაზე, ბუნებრივი არა. რაკი ეს ჩამოშლის პროცესი რეიტინგის ხო მიმდინარეობს 2 თვის განმავლობაში. რაც უფრო ძაფრია ტონალობა დასავლურ მედიაში, გარკვეულ გამოცემებში. ეს აისახება რეიტინგზე და შესაბამისად იკლებს რეიტინგი. ეხლა არის კითხვა, ეს არის არ მომდევნო იყოს რიტორიკული კითხვა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა და მისი PR სტრატეგიები ხედავენ ამ დინამიკას და ამ დამოკიდებულებას. ხო ბუნებრივია უნდა დაესვას წერტილი აი ამ საინფორმაციო კამპანიას. ანუ ნაციონალურ მოძრაობას ნაკლებად აინტერესებს თავის პოლიტიკური ორგანიზაციის ბედი, მე ვაკეთებს ეს დასკვნას და ნაციონალური მოძრაობა ან ლიდერშიპი ნაციონალური მოძრაობის არის დაინტერესებული უფრო თავის უსაფრთხოების გარანტიების შექმნით. სწორედ ეს რიტორიკა, რომელიც ჩვენ გვესმის, ხო, ნაწილი, ესე იგი, აი ამ გამოცემიდან და მედია რესურსებისგან, სწორედ აი ამ მიზანს სწორედ ეს მიზანი გააჩნია. თუმცა ერთი მომენტია, ბატონო ვაკა, ხომ არ ფიქრობთ დაშვების დონეზე? ცოტა ხნის წინ გავრცელდა, აი სანამ ეთერში შემოვიდოდი, ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადება, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ პრეზიდენტს შეუძლია კონსტიტუციით დაითხოვოს მთავრობა, და შემდეგ თუ მის მიერ წარდგენილ მთავრობას პარლამენტი სამჯერ არ დაამტკიცებს, ამ შემთხვევაში მას შეიძლება ჰქონდეს უფლება პარლამენტის გადაყენებისაც. ხომ არ ფიქრობთ ვერსიის დონეზე რომ დავუშვათ იმას, რომ შესაძლებელია დასავლეთისკენ პოზიციონირება ნაციონალების PR-ი მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ შემდგომში პრეზიდენტის შესაძლო ქმედებები იქნეს გამართლებული. და იყოს მცდელობა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნის. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვაზვიადებთ ახლა ნაციონალური მოძრაობის გავლენას დასავლურ აუდიტორიაზე. ეს არის ნაწილი, მაგრამ არ მე მცდელობაზე ვლაპარაკობ და არარეალურ ზეგავლენაზე. აი როგორ წარმოგვიდგენია. მე გელაპარაკებთ ამ შემთხვევაში мотиваციაზე და არა იმაზე, რომ ეს აუცილებლად მიღწეული მიზანი იქნება. აი თუნდაც თეორიულად კიდევ ერთხელ ვამბობ, რეიტინგის თვალსაზრისით ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობის პულსი პრაქტიკულად არის ინჯება, ხო? ამ ქმედების განსახორციელებლად გჭირდება მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი. მე აღარ საუბრობ აბსოლუტურად უტოპიურ სცენარზე, რომელიც გულისხმობს პარლამენტის დაშლას, ხო? ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია ამ ვითარებაში. გასაგებია, ბატონმა დემეტრაშვილმა როგორც კონსტიტუციონალისტმა თეორიულ შესაძლებლობებზე ისაუბრა, მაგრამ ის კონტექსტი, რომელიც დღეს გაგვაჩნია, ხომ, და ის ვითარება და წონა პოლიტიკურ ძალების, ხო, რა თქმა უნდა, ნუც უტოლდება ეს ალბათობა. კიდევ ერთი საზოგადოებრივი ტელევიზიის თემას მინდა საუბრის ბოლოს შევეხოთ, სადაც საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს და სადაც რასთავარი არის ბორდი, ისეთი როგორიც ის არის და ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს ამ ბორდმა. საინტერესო თქვენი შეფასება ამ პროცესთან დაკავშირებით. რას ელით
რადგან ბორდი არის თავის ადგილას ისე ვიმეორე. ბორდი არის თავის ადგილას, ბორდი არის დამოუკიდებელი, როგორც თავად აცხადებს. ბორდმა უნდა გააკეთოს. თქვენ ასე გააკეთოს. ფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი? ნუ მე ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად ვიცი, რომ ხელისუფლება მთავრობა არ ერევა ბორდის საქმიანობაში და საერთოდ არ არის ჩართული ამ პროცესებში, რა პროცესებს მიმდინარეობს დღეს საზოგადოებრივ არხს. თქვენ საუბრობთ ამჟამინდელ ხელისუფლებაზე. რა თქმა უნდა, ამჟამინდელ ხელისუფლებაზე და თქვენ გულისხმობთ წინა ხელისუფლებას. აი ვნახოთ ყველანი ერთად. ძალიან საინტერესო პროცესია. ბორდი თითქოს და არ არსებობს აქტორი პოლიტიკური, რომელიც მოახდენდა პრესინგს, როგორც ტრადიციულად ხდებოდა ხელისუფლება თავის ბერკეტებს იყენებდა და ახდენდა გავლენას, ხო? ბორდზე საზოგადოებმა უწყებდეს. აი ვნახოთ რას გააკეთებს ბორდი, როგორ მოიქცევა. არის თუ არა მიჩვეული დამოუკიდებელი ქმედებების ან გადაწყვეტილების მიღებისთვის. იდეალურ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და როგორ უნდა იფუნქციონიროს მან? ეს ბუნებრივია, უნდა შედიოდეს ხელისუფლების ინტერესებში. ნუ იდეალში ალბათ ყველაზე ნაკლებად ეს უნდა იყოს პოლიტიზირებული იდეოლოგიური არხი. ეს არხი ალბათ ჩემის აზრით, ხო, და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ დაეთმო უფრო მეტი ადგილი, ესე იგი კულტურისთვის, განათლების, მეცნიერებისთვის. თავარი ტესტია ხოლმე ხელისუფლებისთვის მისი მიდგომა მედიის მიმართ. ჩვენ ვიცით როგორი მიდგომა არსებობდა უკანასკნელი 9 წლის მანძილზე. ახლა როგორი უნდა იყოს მიდგომა, ახალი ხელისუფლების მიდგომა როგორი უნდა იყოს მედიის მიმართ იმისთვის, რომ ეს თუნდაც ისევ დასავლეთს ვახსენებ ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა საზოგადოებასაც ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ საზოგადოების და დასავლეთის მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს. იმისთვის, რომ დემოკრატიულობის ტესტი იყოს დადებითად ჩაბარებული ახალი ხელისუფლების. სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს მედია სეგმენტში საერთოდ, ხო, მედია ბაზარზე, ხო, ანუ ჩარევა სახელმწიფოში უნდა იყოს მინიმალური. სახელმწიფო ახლა რა თქმა უნდა მედია ბაზარი თლიანად ვერ განთავისუფლდება, ვინაიდან მთავრობა, ხელისუფლება არის ერთ-ერთი ნიუსმეიკერი, ხო? აქედან გამომდინარე გარკვეულ კლიმატს ამ თვალსაზრისით ქმნის, მაგრამ მხოლოდ ეს და არაფერი სხვა. დაწახალისების მიზნით როგორ ფიქრობთ, უნდა გააკეთოს თუ არა რაიმე ახალმა ხელისუფლებამ, მით უმეტეს, როდესაც არის აგერ პრეცედენტი, გასაგებია, შესაძლებელია მიზნები, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი თავის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს რეალურად $1 მილიონ მედიის წასახალისებლად. გასაგებია და თქვენ თავაზობთ ორი მე არ ამგონია, რომ დღეს ხელისუფლება დღეს ხელისუფლება უნდა იყოს დაკავებული აი ამ სიმეტრიული რაღაც აქციებით, მაგალითად იქ პრეზიდენტმა დახარჯა 1 მილიონი და ხა ჩვენ დახარჯოთ 2 მილიონი, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, ის PR აქტივობა, რომელიც შეინიშნება სოციალურ ქსელებში, ბლოგებში და მედიაში საერთოდ. ეს აქტივობა არის ნეგატიური აქტივობა, ესე იგი ნეგატივის და უკუ რეაქციის გარდა არაფერი არ მოაქვს ამ აქტივობას. ყოველ შემთხვევაში აი საქართველოში დღეს ჩვენს აუდიტორიაში და ჩვენს ამომრჩეველში და ჩვენს მოსახლეობაში ყველაფერი არის მიმართული აი ზოგიერთი ძალიან აქტიური ქალბატონების პოსტების ინგლისურად კი ხო ეს ნიშანდობლია და ეს ძალიან საინტერესოა. ანუ ნაციონალურ მოძრაობას, არსებულ ლიდერშიპს, ხელმძღვანელობას არ ახასიათებს ის თუ რა პოზიციები ექნება მათ ორ-სამ თვეში, მაგალითად. არ არის საუბარი არჩევნებზე, ადგილობრივ არჩევნებზე, საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ პოლიტიკურ ძალას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ერთადერთი სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ ეს პოლიტიკური ძალა გამოხატავს თითქოს და ექსკლუზიურად გამოხატავს ოპოზიციურ განწყობებს. არადა ჩვენ ყველანი ვიცით, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ არის არსებული ვითარება. ძალიან დიდი მადლობა. ვაკა გორგილაძე პასუხობდა მთავარ კითხვას გადაცემის ბოლოს დღეს ამ დგემშვიდობით მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.